წინა ვიდეოში განვიხილეთ კვადრატული განტოლების ერთ-ერთი ფორმა, როდესაც არ ქონდა b კოეფიციენტი, ეს სრული კვადრატული განტოლებიდან b კოეფიციენტი იყო 0-ის ტოლი, ხო? შემდეგი ვარიანტი განვიხილოთ, ვარიანტად, როდესაც არა b, არამედ c არის 0-ის ტოლი. ხო, c კოეფიციენტი. და მესამე ვარიანტი დარჩება, რომ 0-ის ტოლი არც ერთიც არ არის, ანუ სამივე კოეფიციენტი გვაქვს, ხო, რაც სრული კვადრატული განტოლებაა. ნახოთ, ხო, ესე იგი, თვითონ c კოეფიციენტი არ გვინდა, ხო? ანუ იქნება ზოგადი ფორმა. აი ეს, ხო, აი ეს ვარიანტი. ავიღოთ რაღაცა a და b რიცხვები, მაგალითად იყოს 3x კვადრატს პლუს 5x უდრის 0-ს, ხო? ერთხელ ხვდებით, რომ ეს ორი გამოსახულება არის იდენტური, ხო? აქ უბრალოდ a და b რაღაცა გარკვეული რიცხვებით შევცვალეთ. ეს არის არასრული კვადრატული განტოლება, სადაც c კოეფიციენტი 0-ის ტოლია. ამ შემთხვევაში, თქვენ თვითონ მიხვდებით, ხო? x-იანი ცვლადიანი წერები ერთხარ, ეს არის, აქეთ 0-ია, ხო? x-ი რო ცალკე დავტოვოთ, ესე პირდაპირ არ გამოდის. ხან ჩვენ ხო საბოლოო მიზნად გვაქვს, რომ x-ი დაგვრჩეს, ანუ მარტო დავტოვოთ x-ი და ესე ერთ შეხედვით არაფერი არ გამოდის. 5x-ი რო დაუშვოთ მეორე მხარეს გადავიტანეთ, მივიღებთ 3x კვადრატს, 3x კვადრატი უდრის -5x და ანუ არაფერი, ხო, აი აქ რა შეიძლება ქონდეს გაგრძელება. იმიტომ ერთი უმარტივესი გამოსავალი არსებობს, ჩვენ ვიცით, რომ აქ ორ წევრია, ხო? და მე 7 კლასიდან ალბათ საერთო მომრავლის ფრჩხილებს გარეთ გატანა უნდა გამოვიყენოთ. ორ წევრი გვაქვს და ორივე წევრში არის საერთო x-ი, ხო? ანუ ორივეგან არის x-ი. აქ ანუ ნახეთ, აი აქ ხო არის x კვადრატი, მაგრამ x კვადრატი წარმოვიდგინოთ როგორც 3x-ი გამრავლებული x-ი. ანუ 3-ჯერ x-ჯერ x-ი, ხო? x კვადრატი პლუს 5x-ი უდრის 0-ს, ხო? და რა ვქნათ, ავდგეთ და x-ი ორივე წევრიდან, x-ი აშკარად ორივეს აქვს, ხო, აი აქაც არის და აქაც არის, გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. x თუ გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ, აქ რა რჩება, ხო? 3x-ი ფრჩხილებში, ეს პლუს ნიშანი, პლუს და აი ცოტა ისე ძალიან ჩავხლავთ. 5x-დან x-ი გავიტანოთ და დაგვრჩა 5-ში. უდრის 0-ს, ხო? აი ეს და ეს გამოსახულება, აი ეს უკვე ზედმეტია, ხო? ეს ორი გამოსახულება არის აბსოლუტურად იდენტური. არაფერი არ დაგვიშავებია და ეხლა უმარტივესი თეორია თუნდაც, ხო, თეორია უნდა გავიხსენოთ მათემატიკიდან, ხო? ნამრავლი, აი თავარი გამრავლების ნიშანი ახლა აი აქ არის, ხო? ანუ რა უპირატესობა, ანუ რა გავაკეთეთ ახლა ჩვენ, ხო? ორ წევრი გადავაქციეთ ერთ წევრად, ხო? და ამან რა მოგცა? ამან მოგცა ის, რომ ქვემოთა გამოსახულება უკვე ნამრავლია, ორი თანამამრავლისგან შედგება. ორივე შეიცავს x, ხო? და ეს კარგია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ნამრავლი მაშინ არის, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის ტოლი 0-ის, როცა ერთ-ერთი თანამამრავლი არის 0-ის ტოლი. ანუ თუ პირველი თანამამრავლი x-ი იქნება 0, ხო, აი აქ თუ 0-ს ჩავსვავთ, 0 რაზეც არ უნდა გამომრავლო 0 იქნება, ანუ პირველი ამონახსნი ეს ნამდვილად არის და აქეთ მეორე ამონახსნი. მეორე თანამამრავლი რა არის? აი ეს, ხო? ეს უნდა იყოს მაშინ 0-ის ტოლი, 3x + 5 უდრის 0-ს, ხო? ანუ ეს თუ იქნება 0, 3x + 5, მაშინ x-ი რაც არ უნდა იყოს, მთლიანად მაინც 0 გამოდის, ხო? ეს უკვე წრფივი განტოლებაა და წეგან რაზეც ვისაუბრე, ხო, წინა ვიდეოში. x-იანებს ტოვებთ ერთ მხარეს, 5 ტოლობის მეორე მხარეს გადაგვაქვს, ამიტომ გახდება -5 და ახლა უკვე x უნდა ჩამოვაშოროთ 3-იანი. როგორ ჩამოვაშოროთ? გავყოთ ორივე მხარეს 3-ზე, აღარ დავწერ აქ. 3x-ი რო 3-ზე გაიყოფა, x-ი დარჩება და ზუსტად ის გვინდოდა და მაშინ -5-იც უნდა გავყოთ 3-ზე და იქნება -5 მესამედი. ხო, ესე დავწერ, ანუ აი -5 გაიყოფა 3-ზე და ნუ მინუსი წინ გადის, -5 მესამედი. და აი პირველი ამონახსნი და მეორე ამონახსნი შემოვხაზოთ პასუხები. ესე იგი x-ი ან 0-ია, ან -5 მესამედი, ხო? ორი ამონახსნი აქვს.
კვადრატულ განტოლებას შეიძლება გქონდეს მაქსიმუმ 2 ამონახსნი, წრფიუს მაქსიმუმ 1 ამონახსნი, მეხუთე ხარისხის განტოლებას მაქსიმუმ შეიძლება გქონდეს 5 ამონახსნი. ხო? ოღონდ ნუ ეს ცოტა ცდება ჩვენ თემას, ხო? როცა უკვე კომპლექსური ხო, პრინციპში ეს არ გვჭირდება, კომპლექსური რიცხვები საერთოდ ნუახსენებთ. და ბარემ ამ ვიდეოშივე განვიხილოთ მესამე შემთხვევა, როცა აქვს სრული კვადრატული განტოლება. ეს პირველი ნაწილი ჩვენი გამოსახულებების. აი ეს ხო? აი ეს. და ნახოთ, ესე იგი, ნუ მოდი პირდაპირ შევცვალოთ რაღაცა რიცხვები. თქვათ x კვადრატს, აი აქ მაქვს რაღაცები და მინდა რომ ბარემ იხსნებოდეს. მაგალითად x კვადრატს -4x + 3, x კვადრატს -4x + 3 უდრის 0-ს, ხო? ეს არის სრული კვადრატი და ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ დისკრიმინანტი. პირველ რიგში ვეძებთ დისკრიმინანტს, შემდეგი ფორმულით. დისკრიმინანტი ეს არის b კვადრატს, აქ არა გვერიოს ხმე. თავიდან შეგიძლიათ ამოწეროთ ხოლმე, ხო? a არის ჩვენთან რა არის? a ჩვენთან, ხო? აი a არის აი აქ რაც წერია x კვადრატის წინ, ხო? თქვენ გონიათ რომ არაფერი წერია, მაგრამ ნუ იდეაში 1-ია, ხო? აქ 1 გამრავლებული x კვადრატზე და უბრალოდ 1-ს ავწერთ, a არის 1. b რა არის? არ შეგვეშალოს და არ ვთქვათ 4, ხო? b არის -4, იმიტომ რომ ფორმულაში არის პლუსი და აქ რაღაც მინუსი წერია, ესე იგი -4 ყოფილა b და c, ნუ აქაც პლუსია, აქაც პლუსია, ამიტომ c არის პირდაპირ 3. ეს კონდეს აი აქ თავიდან, მე საერთოდ აღარ უჭერთ ხოლმე არავის, თუმცა თავიდან შეიძლება. დისკრიმინანტი ეს არის b კვადრატს -4ac. სხვა ვიდეოში აი ამ ფორმულებზე უშუალოდ საიდან მოვიდნენ და როგორ მოვიდნენ. ეს ფორმულა მოდი დავიცვალოთ, ხო, იქ ქვემოთ. დისკრიმინანტი ეს არის b რა არის ჩვენთან, აი აქ გვიწერია, ნახეთ სიმარტივისთვის. -4-ის კვადრატი არის 16 -4ac. 4-ჯერ a, ანუ 1 4-ია და კიდე 3-ზე რო გამრავლოთ 12 -12 და უდრის 4-ს, ხო? ანუ 4 მერე ფესვი გჭირდება ამ 4-დან და აი აქ ორიანი მივწეროთ, ბარემ +-2, ხო? მაგრამ ნუ 2 დავწეროთ. დისკრიმინანტი ვიცით და გავაგზავნოთ ახლა უკვე x1 და x2, ხო? აქვე შევთანხმდეთ ესეთ რაღაცაზე. აი აქ დავწერთ ცალკე. როდესაც დისკრიმინანტი მეტი არის 0-ზე და ჩვენთან დისკრიმინანტი მეტია ნამდვილად 0-ზე, მაშინ გვაქვს 2 ამონახსნი. როცა დისკრიმინანტი ტოლია 0-ის, მაშინ გვექნება დავწერე, ხო? გვექნება 1 ამონახსნი მხოლოდ და როცა დისკრიმინანტი ნაკლებია 0-ზე, მაშინ გვექნება არც 1 არ გვექნება ამონახსნი. ხო, განტოლებას ამონახსნი არ ექნება. ხო, აი ამ თემებზე მე სხვა ვიდეოში უბრალოდ ეს აქ ესე კონდეს. ხო, და ახლა x როგორ ვეძებთ, ხო? x ეს არის -b-ს, მოდი ფორმულა დავდოთ, -b-ს +-, ანუ ორ ვარიანტს განვიხილავთ, ხო? როცა დისკრიმინანტი 2-ია. -b-ს +- ფესვი დედან შეფარდებული 2-ასთან, ხო? რადგან ჩვენთან დისკრიმინანტი არის, ანუ ნახეთ აი აქვე პრინციპში, ხო? რატო აქვს როცა დისკრიმინანტი დადებითია ჩვენ შემთხვევაში ეგრეა, ხო? რატო არის 2 ამონახსნი? იმიტომ რომ დადებითი რიცხვიდან ფესვი ამოდის 2, ხო? პლუსით და მინუსით. და რადგან პლუსით და მინუსით ამოდის, აი პლუსსაც და მინუსსაც ცალ-ცალკე განვიხილავთ, ხო? თორე დისკრიმინანტი როცა 0-ის ტოლია, ფესვი 0-დან არის ისევ 0 და ნუ რა მნიშვნელობა აქვს აქ 0 დაემატება თუ გამოვაკდება, ხო? ანუ შეიძლება მაინც ითქვას რომ 2 ფესვი აქვს, მაგრამ ეს 2 ფესვი ერთი და იგივე არის, ხო? ანუ აი -b-ს 0-ს რო დავუმატებ და მე 2-ზე გაყოფ და მე -b-ს 0-ს გამოვაკლებ და 2-ზე გაყოფ, ერთი და იგივე რიცხვია, ხო? ამიტომ ამბობთ რომ ერთი ფესვია. თუ გინდათ 2 ფესვი დაუძახეთ, რომლებიც ერთმანეთის ტოლია. შევიტანოთ ახლა, ნუ x1 და x2, რადგან ვიცით რომ 2 ფესვია, x1 იქნება -b რა არის ჩვენთან, აი აქ ყურადღებით. b თუ 4, -4-ია, -b იქნება -4, 2 მინუსი უკვე პლუსია, 4, ნუ პლუსი ავიღოთ ჯერ, ფესვი დედან არის 2 და შეფარდებული 2-ასთან. არის 1 შეფარდებული 2-თან, ეს 6-ია. 6 2-თან არის 3 და x2 იქნება 4-ს, ახლა უკვე -2-ს ავიღებთ, შეფარდებული 2-თან, 4-ს -2, 2, 2 2-თან არის 1. აი ჩვენი განტოლების ამონახსნი არის 3 და
1. აი თუნდაც შევამოწმოთ, ხო? ეს ერთიანი წავშალოთ ხეს გვიშლის 3 ჩავსვათ 3-ის კვადრატი 9, 9-ს გამოკლებული 4-ჯერ 3, ანუ 12, 9-ს -12 არის -3, -3 + 3 0-ია, ხო? აი წინა ვიდეოს დასაწყისში რა ვახსენეთ, ტოლობა ჭეშმარიტია, ხო? 0 უდრის 0-ს. ესე იგი განტოლება სწორად ამოგიხსნია. ახლა ერთიანი ჩავსვათ, ხო? 1-ის კვადრატი 1-ია, -4-ჯერ 1 არის -4, 1-ს -4 -3, -3 + 3 არის 0. ანუ 1-იც არის ნამდვილად ამ განტოლების ამონახსნი. მეტი არაფერი არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ამ განტოლებას 2-ზე მეტი ამონახსნი ფიზიკურად ვერ ექნება. აი სულ ეს იყო, ხო? აი ეს სამი ვარიანტი გვაქვს, სულ, ანუ ნებისმიერი, ანუ ნებისმიერი, ხო, შეიძლება რაღაცა უცნაური ფორმით ეწეროს 7x ტოლია 4x კვადრატის მაგალითად, ხო? დავალაგებთ ერთ მხარეს, აი ნახეთ, გადმოვიტანოთ 4x კვადრატი აქეთ -4x კვადრატი იქნება. აქ დაგვხვდა 1x კვადრატი გახდა -3x კვადრატი + 7x უდრის აქეთ არაფერი დარჩა 0. არის თუ არა ეს აი ეს მეორე შემთხვევა, ხო? აი შავად დაემთხვა, ხო? შავად რაც გვიწერია. ნებისმიერ კვადრატულ განტოლებას აი ამ 3-დან რომელიმე სახეზე დავიყვანთ და თუ თქვენ მათი ამოხსნა იცით, მაშინ ნებისმიერ კვადრატულ განტოლებას ამოხსნით, რომელსაც ამონახსნი გააჩნია.